დილამშვიდობის. დღეს დინარეზე წამოვედი მაინც ვერ მოვითმინე. იმედი დიდი არ მაქვს, რომ ცისარტყელა კალმახს მივაგნებ, მაგრამ მინდა რომ ვცადო. ამ დინარეზე წინა წლებში სანამ YouTube არხს გავაკეთებდი, ყავს საკმაოდ კაი ზომის ცისარტყელა კალმახები დაჭერილი და ოღონდ მე რამოდენიმე მოსვლა აღარ იყო უკვე. მაგრამ ეხლა მაინც ახალი არენა სტრიმით მაინც წამოვედი. ამდენი ხნის მერე იქნებდა რამე მაინც იყოს ერთი ცალი ან ორი ცალიც, რომ ორი ცალი უკვე თლად გაიქნებოდა. არა ერთი ცალიც რომ დავიჭირო რაღაცა პატარა ვიდეოს გამოვიყვანდი და თან ახალი არენა სტრიმის დინარეზე გატესტვათ ძალიან მინდოდა. 1.5-დან 7 გრამამდე მაქვს მე აღებული ეს არენა სტრიმი და ხო ის კოჭაც დავაყენე უკვე. ახალი არენა 2000-იანი სუბუქი არის 180 გრამს იწონის და წნულიც ფეივორიტის U1 დიეზი 04 ფლეშლურესით დავიწყებ. ნახო ჩელო მე ყანყალა და ობლერიც მოვცინჯო, მაგრამ უფრო სილიკონზე. იმედი მაქვს რომ რაღაცას მაინც მივაგნებ. თუ არა და გავისეირნებ ტყუილად. ცოტას კიდე ავიწევით. კაი ადგილები მეგულება უფრო და მე პირიქით ქვევით და ქვევით ჩაყვები. შევხედოთ აბა რა გამოვა. ტურა. შაკალ. ტურა. დაყრუთ ეს ჩემისა. ნახე რა შტერია. თუჭდა. კალმახი იმედია და რა ვიცი, ელმა გაშაპი ხო არ არის, მაგრამ არ მგონია. მოდია. შემაიმონო. გაშაპი დავიჭირე პირველ ახალ. გაშაპი პირველად დავიჭირე. რამდენი მაქვს აქ ნათევზავები კალმახზე. გაქცეულ ცისარტყელაზე და ერთი გაშაპი არასოდეს არ დამიჭერია ერთი. და დღეს რა იყო თან რა ბუთქუნა არის. ანაკ რა ვიცი. ნუ არა მაინც გამიხარდა, მაგრამ კალმახს ველოთებოდი. ბუთქუნა გაშაპი. არა მაინც გაიგე. მოიცა ამოგიყვანო გაგიშვა. ესეც გაშაპი. რევერი დამრგვალებული გაშაპია. მედია. მოუცვი და კალმახებს დამიძახე ერთი ძმა. ცოტათი მინდა რომ ზევით ავიწიო სინაპირზე. წყალი არის ძალიან სუფთა და თუ ცოტა შრორიდან არ ეთევზავ ფრთხება მერე მალე და საპყუარასაც აღარ მიეკარება. მოდიაკ. ეს კალმახი უნდა იყოს. პატარა სოჭკებს აკეთებს. მოდიაკ. კი ბატონო. ეს ჩვენი პატარა ცისარტყელა. ვა, იჭი გამომედო სამკავ. კაი არ გაფარტყალ.
Всё, давай. ესეთი გოხდა ცისარტყელა. სელექტის პრანგზე. როგორი ვოლერის ისენია, ქრგოლები. კაი, გამოვხსნი და გავაგრძელო უცხოთები. ისიც ესე აქ რაღაცა ხარმა წყალი ჩანს და კინობრამე საბრძოლო კალმახი იყოს სასწაულებრივად შემორჩენილი. ქვებზე მოხტუნავდა თუ ხოჟა ხوار დამირტყა. რაღაცა გული გამიფანცქავდა. თითქოს დარტყმა ჰქონდა. მიდი. ესე, მაინც რომ მოგატყუე. ეს იმაზე მოზრდილია. აქ ვიღაცას არენა სტრიმი კალმახი ხო არ დაუჭერია შემთხვევით ძმა. ოტკი კაბენს თქო. ეს მოჩიტებულია, კარგი. ამას კაი ფოტოსესიაც მოუხდებოდა. ეს წუთი ახლა ფოტოსესიას ჩაგიტარა, ჩემო მეგობარო. ჩემი ახალი ჯობით. და მე გავაგრძელო. დიდი ჭია დავაყენე ახლა. და სიმძიმე 2 გრამის ნაცვლად 1.5. ოხო რა კაი ბუდეს მივაგენი. მოდი აქ სილიკონი მოაძრო. არა ვინჩი სილიკონს. არის ჩაპარკინგებული კალმახი. აუ გამიხარდა რა. ჩემი სილიკონი მოტივტივებს იქიდან ჩამოიტანს დინება ალბათ. აუ ნახე რა. დაღუნულია ეს კალმახი. და რა ვიცი 1000 რაღაცას არის ალბათ. გადარჩენილი. თითქოს ბატეშია ნამყოფია რაღაცა. ამოგლეჯილიც არის. ოხ. კაი, ესეც ესა. კიდევ ერთი. მესამე რიგით. 3-1 კალმახები ქაშაყების წინააღმდეგ.
აი ვერ გავაბავ ნახეში. ავай ჯოხი როგორ მუშაობს? თუნდაც ფრიქციონი გადაჭერილი იყოს, ჯოხი დაყვება აქეთ-იქით რა. მოდი აქ ჩემო ფარფლიანო მეგობარო. დღეს თუ ესეთი კარგი გასეირნება გამომივიდოდა. არც არ მომექინა. შეასუქებული კი არის. ბრტყელი კალმახი არის, კარასცენაჯვარი ხო არა. გაი, გაყოფა, დახალა. ასე. ეს ვარდისფერი დავიჭირე. მოდი, ახლა კადრი. შეასრულებული სიზარკადა. ძნოდი როგორ ურტყავდა და არ ვიღებდი. კარგად გადაყლაპოსტო ეს. კარგად გადაყლაპოსტო. და გადაყლაპა კიდევაც. მიგება გამოდებული. ქვედა ყბაზე. სულოდნავ. ესე, აბა რა გეკონა? პატარა ჩარტყმები ქონა, ძალიან პატარა. პირველ ჩარტყმებზე არ ამოვიღე. თქი იქნება კარგად გადაყლაპოს თქო და მაინც არ ქონა კარგად გადაყლაპოს. ცოტათი ქონა ქვედატყუზე გამოდებული. აქ ღრმა ადგილი არის და გული მიგრძნობდა რომ აქ უნდა ყოფილიყო თუ იდგებოდა. ისედაც პატარა მდინარე არის, დიდი ბოდიშის მოთხოვნით ახლა ამ მდინარეს ვერ დავასახელებ და მით უმეტეს ესე საჯაროდ. ალბათ მიხვდებით რა მიზეზების დაგამოც. თორე არ მოასვენებენ აქაურობას. დაადუღებენ თუ რამე სულიერია. ეს ფიშინგის პატარა ყანყალა დავაყენე. ყანყალაზეც სინჯო ერთი რამოდენიმე ჩაგდება. და გამექცა. ნუხ. აი რა. პირველივე ჩაგდებაზე. აღარ იქნება მეტი.
არ ვიცი გამოჩნდა თუ არა, მაგრამ კიდე გამოდე და სვეჩკაზე კიდე გაიზრო. აუ შენ ეს რა არის შენი კაი ბიჭო შენ გეძებდი აი შენ გეძებდი ზუსტად მიდი აი ეგრე აუ აქ დიდი ქვები არის მთავარია წნული არ გადამიჭრას ფლურო კაი სიგრძის მიყენია აუ რა დაარტყა ოხო ჯოხის ტესტიც ესეთი უნდა აუ რა კაი ზომა აუ რა რთული ადგილი აქ ძალიან სიფრთხილე უნდა ბასრი ისენი კლდეები არის რა აუ რა მძიმე თევზია ეს ძველი გაქცეულია ალბათ ბიჭო ვერ დავძარი ქვევიდან აუ დიდი ბრძოლა მოკლედ ჯოხი ნახეთ აი აქეთ წამო რა აქეთ წამოდი იქ არ შეძრე რა როგორმე აქეთ წამოდი ახლა აუ იმ ქვების მეშინია ძალიან ქვების მეშინია ძალიან აი მაგას ვიძახდი რა მაგას ვიძახდი მაინც გადამიყვნიტა კი არა იმ ქვაზე გადაჭრა მაინც აუ კაი რა საერთოდ არ მინდა თევზაობა ეხლა ისე ვარ მე გული მერევა ყველაფერზე ამის დედა ვატირე მე გულის რევის შეგრძნება მაქვს პირდაპირ ძალით ავაწყე საერთოდ არ მინდა თევზაობა
მოკლედ სასწაული ჩავიდინე მე მგონი უკან ამოვლისას მე კიდე მოვსიჯავ იმ ადგილში და ისევ იქ არ წახვიდე ისევ იქ დავსვი ზუსტად ოღონდ ამჯერად თაგვზე არა ისევ იქ არ შეხვიდე გეხვეწები ისევ იქ არ შეხვიდე ოღონდ ქვევით გამოვყევი მიდი ისევ ის არის ალბათ თუ რა ვიცი ზუსტად ისევ იმ წერტილში არ ისევ ის არის უეჭველი ისევ ის არის ისეთი ზონაა რა არ ვიცი მოკლედ ავი თუ მეორეც არის და ჯანდაბას იყოს აუ რამხელა არის ძალიან მანძა შევაერთე ახლა ოღონდ და ისევ იქ მიდის ჩამო რა დაბლა რა ჩამო რა თაგვი დავაყენე ამჯერად იქნება მეთქი თაგვზე დამირტყა საულისას ვერ მოვითმინე მაინც ჩავაგდე არა და მორჩენილი ვიყავი და ის დაჟე დასრულება ჩაწერილი მქონა ცოტა ქვევით რო გავყევი და რამოდენიმეჯერ ჩავაგდე აუ რამხელა არის ძალიან დიდი ორაგული არის არ ვიცი აქეთ შედარებით თხელი წყალია შედარებით აბა მოდი უნდა ვივაშკაცო ახლა მეორე რაუნდი მაქვს სერიოზული მეორე რაუნდი აი იქ არა არ შეხვიდე იქ არა იქ არ მეორედ არ გამიწყვიტო იცოდე მეორე რაუნდი აქეთ ვერ ვიმორჩილებ რა ძალა აქვს პირველი რაუნდი ხომ მეჭიდაო მაგრამ მე ეთქობა კაი შესვენებაც აიღო აუ რა სერიოზული ზონა ეს ჩოგამბადე მაგას ეყოფა საერთოდ ეს ჩოგამბადე მაგას საერთოდ ეყოფა ხის უკან არ შეხვიდე ნახეთ აი იქ რა ტოც მოედო აი ქვას არ მოედოს და ტოც როგორმე გადავიტან გამოვიდა ეს ჩოგამბადე ნადრევად მოვიხსენი აშკარად არა იქ არა გეხვეწები ხის უკან არა გაფიცე ვერაფერს ვერ ვშვები თავისინებაზეა ყველაფერი კაი აყენია თავარია რომ ქვაზე არ გადამიჭრას ხელმეორედ ყველაფერი კაია ქვისკენ არა ოღონდ რა ქვისკენ არა ქვისკენ არ შეხვიდე მაინც იქ წამოვიდა აუ ძალიან ცუდად ჭრიალებს წნული მეგონი ქვებში შედის ისე ქვაშია გამოვიდა აქეთ ქვევით
აი თუ ჩანს რომ ხელა არის ვაიმე ქვემოთ აქეთ წამოდი აქეთ აქეთ უნდა წამოხვიდე არ ვიცი ასე მოდი აქეთ მეთქი აქეთ არა მანდარა აქეთ მოდი აჰა აუჩ შემი ეს რა შენ აღარ გაგიშვებ ჩემო თითქუდა მეკუბარო всё აი ესე ხო მაინც შეგისრულე უკანა გზაზე დამთავრებულ ვიდეოზე ვერ მოვიტმინა მეთქი კიდე უნდა მოვსინჯო არა всё შენ აქ ახარ ამცა ეს კაკლები მოხდა კადრში ბოლოს რო ისკენი მოურჩი თევზაობას კაკლის ხესთან გავჩერდი და კაკალი ავკრიფე ნერვე მოშლილმა აი თაგვი აქ სულ ამიბურდა ეხლა კაი არა უჩვენს ამას გავწყვეტავ და სო ისედაც დასრულებული მქონა თევზაობა უბრალოდ უკანა გზაზე იმ ადგილში მაინც რო არ მომესინჯა არ შეიძლებოდა ეს რა არის აი ეს რა არის ახლა ეს არის ოცნების თევზი ეს არის ოცნების თევზი ამაზე რომ მიყვარს თევზაობა ისე არაფერზე არ მიყვარს ნახეთ რა ზონა პირი ნახეთ 3 კილო უნდა იყოს ჩემი აზრით შეიძლება ცოტა ნაკლები მე კომენტარებში დავწერ. ხო მაინც შეუსრულე. კაი, ლამაზ ფოტოებსაც გადავუღებ ჯოხთან ერთად. კარგი იყო რა. აი ახლა კი ნახვამდის. ყველას გისურვებთ ამ ხელაორაგული დაგეჭიროთ და ეს დიდიც. კარგად იყავით. აღარ შემიძლია. ის თევზი რო გამექცა, გული ვეღარ დაუგდე თევზაობას. აღარ შემიძლია. ეგეთ თევზის გაქცევის მერე აი ძალით ავაწყე და რამოდენიმეჯერ ვითომ გადავაგდე, მაგრამ გულს ვეღარ ვდებ რა. არ ვიცი რამ ხელა იყო, არ ვიცი, იმედია ვიდეოში გამოჩდება ჯოხი რა შვება და რეებს აკეთებდა საერთოდ. ვერ ამოვახედე წესიერად ზევით რო შემეხედა დაჟე ნორმალურად. თვალის ზომით მაინც რომ ეთქვა რამ ხელა იყო, არ ვიცი. ნუ ჩემი აზრით სადაც 3 კილოს ფარგლებში იქნებოდა რა. ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. ესე მგონია მე ყოველ შემთხვევაში. ჯოხმა მდინარეზეც იდეალურად ჩააბარა ტესტირება. კოჭაც ზემსუბუქი. ყველაფერი კარგად იყო იქამდე სანამ ის წნულს გადახეხავდა კლდის ნატეხზე და ესეთ დღეში ჩამაგდებდა. всё, დავასრულე. დღეს კი არა, შეიძლება ერთი ტურნირამდე შეიძლება ჯოხი არ ავიღო საერთოდ ხელში. ისეთ საშინელ ხასიათზე დამტოვა ახლა იმ ორაგულმა. სად როგორც იქნა მივაგენი, რა ვიცი, ძველი გაქცეულს და მოკლედ, კარგად იყავით. არასოდეს არ გაგექცეთ ესეთი თევზი. ეცადეთ ყოველ შემთხვევაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას. დროებით.